ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლოს-ანჯელესში დემონსტრაციები გრძელდება. კალიფორნიაში არეულობა დაიწყო 6 ივნისს, როდესაც ფედერალურმა მთავრობამ ლოს-ანჯელესის ქუჩებში 40 უსაბუთო მიგრანტი დააკავა. დღეს მათი რიცხვი 100-ს ცდება და ფედერალური მთავრობა რეიდებს კვლავ აგრძელებს. დაკავებები გრძელდება როგორც ლოს-ანჯელესში, ისე სანტა-ანაში და თანამშრომლებს ეროვნული გვარდია იცავს. 11 ივნისს ქალაქის მერმა კარენ ბასმა ძარცვისა და შენობების დაზიანების მომატებული შემთხვევების გამო კომენდანტის საათი დააწესა. I wanted to let the city know that I have მინდა ქალაქის მცხოვრებლებს შევატყობინო, რომ ვანდალიზმისა და ძარცვის შესაჩერებლად ლოს-ანჯელესის ცენტრში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოვაცხადე. ბევრი ბიზნესი დაზიანდა ან დაზარალდა. გუშინ ღამით 23 ბიზნესი გაძარცვეს და ვფიქრობ, რომ თუ ლოს-ანჯელესის ცენტრში მანქანით გაივლით, შენობაზე ყველგან სხვადასხვა შინაარსის წარწერას ნახავთ, რაც სხვის ქონებას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. საპროტესტო ტალღა რამდენიმე სხვა შტატსაც მოედო. მაგალითად, ილინოისში ქალაქ ჩიკაგოს საიმიგრაციო სასამართლოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კალიფორნიაში რეიდების შეწყვეტა და შტატიდან ეროვნული გვარდიის გამოყვანა მოითხოვეს. მოგვიანებით ისინი ქუჩებში სკანდირებდნენ არა დეპორტაციას. დემონსტრაცია მეტწილად მშვიდობიანი იყო, თუმცა ზოგიერთი დემონსტრანტი სამართალდამცავებს დაუპირისპირდა, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ხოლო აქცია დაშალეს. სამართალდამცავებთან დაპირისპირება, ცეცხლმოკიდებული მანქანები და ქაოსი შტატში ბოლო რამდენიმე დღეა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყუები, ცრემლსადენი აირი და სხვა არალეტალური იარაღი გამოიყენა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება შტატში ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ძალების გაგზავნაზე და დასცინა, რომ მისი მიზანი მშვიდობის დამყარებაა. ამ ხალხს რაღაც სჭირს, ამ ჩართულობით რაც მე მინდა, ეს ამ მშვიდობა. თუ მშვიდობა იქნება, მაშინ ჩვენ გავალთ. ჩვენ იქ დავრჩებით მანამ, სანამ მშვიდობა არ დამყარდება. ბევრ ადამიანს აპატიმრებენ, არეულობის მონაწილეებმა, ან როგორც გინდა თუ წოდეთ, უნდა იცოდნენ, რომ ბევრი ადამიანია დაკავებული. ისინი ციხეში დიდხანს იქნებიან. დიდი მადლობა. ზოგიერთი მოქალაქე ქუჩაში ტრამპის ადმინისტრაციის მხარდასაჭერად გამოვიდა და სხვადასხვა ბანერით იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას მხარი დაუჭირა. ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მეტი დემონსტრაციები იგეგმება 14 ივნისისთვის, როდესაც დონალდ ტრამპი ვაშინგტონში არმიის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის ჩატარებას გეგმავს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ამ დღის ჩაშლას ეცდებიან, პასუხს აგებენ.